Electronica FM. Tornike Querenchiladzestan ერთად. არჩილ კბილაშვილი ვლადიმერ ბედუკაძის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების გადაწყვეტილებას აღარ დაუბრუნდება. ირაკლი ღარიბაშვილი ბარბარე რაფალიანცის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. შინაგან საქმეთა მინისტრი პრეზიდენტსაც პასუხობს. მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ვლადიმერ ბედუკაძის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების გადაწყვეტილებას აღარ დაუბრუნდება. როგორც კბილაშვილმა პრემიერ-მინისტრის შესაბამის თხოვნაზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, საპროცესო კანონი აღნიშნულის შესაძლებლობას არ უშვებს. მან ასევე ისაუბრა იმ მიზეზებზე, თუ რატომაც გათავისუფლდა ვლადიმერ ბედუკაძე სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. მთავარი პროკურორის უფლება მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მოცემულ შემთხვევაში განხორციელდა ბედუკაძესთან მიმართებაში, კანონით განსაზღვრული არის. საკითხი იმის შესახებ, იყო თუ არა გადაწყვეტილება კანონიერი, არ დგას, რადგან კანონი ამის შესაძლებლობას ითვალისწინებს. ხედველობაში მივიღეთ ის, რომ ათასობით ადამიანი, ვინც ასეთ რეჟიმში ცხოვრობდა, მომავალში მნიშვნელოვან წილებს, სწორედ ამ კადრების გამოქვეყნების გამო, აღარ დაექვემდებარება არასოდეს მსგავს პირობებში ყოფნას. ლადო ბედუკაძემ ეს ვიდეო მასალა გადასცა გასავრცელებლად 2011 წლის სექტემბერში. არის ის პერიოდი, როდესაც საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში საერთოდ არანაირი პერსპექტივაც და იმედიც კი არ ჩანს რაიმეს შეცვლის. ყველა ეპიზოდი მოიპოვეთ მხოლოდ იმიტომ, რომ ის წარმოადგინა ლადო ბედუკაძემ. არც ერთი ვიდეო კადრი სხვის მიერ არ მიგვიღია. საკუთარი თავის მხილებასთან ერთად ამხილა მთლიანად სისტემა. ეს ხდებოდა, როგორც გითხარით, ყველგან და ალბათ მასში მონაწილეობდა ასეულობით სასჯელ აღსრულების დაწესებულების თანამშრომელი, რომელთა სახელები და გვარები არ ვიცით. დღეს ის ადამიანები ან სხვა უფრო მაღალ კაბინეტებში არიან, ან თავისუფლებაში არიან, ან საზოგადოების ღირსეული წევრები არიან და მის გამო რომ ჩვენ არ ვიცით, ხშირ შემთხვევაში ვინ იყვნენ ისინი, სარგებლობენ ჩვეულებრივი პრივილეგიით. კაცმა რომელმაც ეს გამოიტანა, ამხილა საკუთარი თავი, მინიმუმ განსხვავებული უნდა ყოფილიყო მაინც ის რეჟიმი, რომელ რეჟიმშიც განსხვავებით იმ სხვათაგან, რომელიც წყნარად, მშვიდად, კომფორტულ შეიძლება ვითარებაში საკუთარ ოჯახებში თუ სხვა სამსახურებში აგრძელებენ ცხოვრებას, მისგან განსხვავებული მოპყრობა იყო საჭირო. ეს ელემენტარული სამართლიანობა. მან საკუთარი თავი დაუქვემდებარა 30 წლით სასჯელის მოხდას ციხეში. არანაირი რწმენა ან იმედი არ უნდა ქონოდა, რომ თქვათ პროკურორი გახდებოდა არჩილ კბილაშვილი ან სხვა ვინმე ჩემგვარად მოაზროვნე და ამის იმედზე თქვათ მას რაღაც გათვლები გაეკეთებინა. ამ ადამიანს არ უვაჭრია ამ ვიდეო მასალით და ფული არ გაუკეთებია. დღესვე მთავარი პროკურორი პრემიერის კრიტიკასაც გამოეხმაურა. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ არჩილ კბილაშვილი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და ის გარემოებები გამართა, თუ რატომაც გათავისუფლდა ვლადიმერ ბედუკაძე სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. პრემიერის პოზიცია არის მორალის ძალიან მაღალი სტანდარტიდან გაცხადებული პოზიცია. მე მქონდა 2-3 დღის წინ მასთან საუბარი, როდესაც ის დაინტერესდა ამ საკითხით და ბუნებრივია რა არგუმენტებიც ახლა თქვენ მოისმინეთ, მოსმენილი იქნა მის მიერაც. მისი პოზიცია დაახლოებით შემდეგი არის, რომ წამება არის ისეთი დანაშაული, რომელიც არ შეიძლება შეწყნარებული იქნეს. ანუ მე რასაკვირველია, არ შემიძლია ამას პატივი არ ვცე, რადგან ეს არის მორალის ყველაზე ზედა ზღვარი, რომლიდანაც რასაკვირველია, ამ სიმაღლიდან თუ დავინახავთ, მაშინ შესაძლებელია, რომ ამ ტიპის პასუხისმგებლობისგან განთავისუფლება არ უნდა მომხდარიყო. თუმცა მე როგორც გითხარით, იმ ვითარებაში და ახლაც მაქვს ის პოზიცია, რომელიც დავაფიქსირებ. შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მამუკა მიქაუტაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით კომენტარს გამოძიების დასრულების შემდეგ გააკეთებს. ამის შესახებ განცხადება მინისტრმა დღეს პოლიციის აკადემიაში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების გამოძიების პროკურატურისთვის გადაცემის საჭიროება არ არსებობს. ამის შესახებაც ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, გამოძიება ჭიანურდება იმის გამო, რომ წინა ხელისუფლების დროს გამოძიება ჩიხში იყო შესული. შინაგან საქმეთა მინისტრი დინამო არენასთან მომხდარ ინციდენტზეც აკეთებს კომენტარს და პრეზიდენტს ეხმაურება. ღარიბაშვილი საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას პოლიტიკური სპეკულაციას უწოდებს. მე მოვისმინე ბრალდება, რომ ჩემმა მესაზღვრეებმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პირადად მე შემოუშვი რუსი ოკუპანტების წარმომადგენლები დეპუტატი მინდა შევახსენო ყველას და მათ შორის პრეზიდენტს აგვისტოს ომის შემდეგ დუმის 5 დეპუტატი, მათ შორის ედინა იარასიას წარმომადგენელი იყო ჩამოსული. მაქვს ლოგიკური შეკითხვა, თუ
თუ სპორტულ ღონისძიებაზე ჩამოსული დეპუტატი ქმნის პრობლემას საქართველოს უსაფრთხოებისთვის, მაშინ რატომ არ უქმნიდა 5 დეპუტატი პრობლემას წინა ხელისუფლებას, აღნიშნა ღარიბაშვილმა. ეს იყო ამ დროისთვის ბოლო ინფორმაცია. დღის სხვა სიახლეებით მე 9:00 საათში დაგიბრუნდებით. ეთერს კი თამარ თარგამაძე განაგრძობს სოც დისკუსიით.